საქართველოს კიდევ ერთი მხარდამჭერი ნაბიჯი ომში მყოფი უკრაინის მიმართ საათების წინ ოფიციალური თბილისის საერთაშორისო კონვენცია შეუერთდა, რომელიც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დროს უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციების გაცემას გულისხმობს. ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე დღეს ოფიციალურად შეიქმნა საჩივრების საერთაშორისო კომისია. ევროპის საბჭოს ეგიდით დაფუძნებულმა კომისიამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ჩადენილი და საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებების შედეგად მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად მომზადებული საჩივრები უნდა განიხილოს. კონვენციას 35 ქვეყანა აწერს ხელს. ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პირველმა დიპლომატმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა, გამოსვლაში აქცენტირებული იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარღვეული უფლებები და რუსეთის მიერ დღემდე შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები. საჩივრების კომისია, როგორც სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი და უნიკალური საერთაშორისო ინსტრუმენტი ზარალის შესაფასებლად. ასე ფასდება დღეს დაფუძნებული კომისია ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომლებიც კონფერენციაზე ერთი მთავარი გზავნილით გამოვიდნენ. რუსეთმა უკრაინას ომის შემდეგ მიყენებული ყველა ზარალი უნდა აუნაზღაუროს და კომპენსაციების გასაცემად მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. დიპლომატიური კონფერენცია ჰააგაში და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმიდან. თამუნა ციკლაური ისაუბრებს ახლა ჰააგიდან. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა და საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი უსამართლობის ფასი, მაგალითად მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილების მიმართულებით, სახლების ნგრევის თუ დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად და საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარების სახით. სწორედ ამ სიტყვებით მიმართა დღეს ჰააგაში შეკრებილ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. დღეს ჰააგაში იყვნენ შეკრებილები ევროსაბჭოს, ევროკავშირის და წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, რომლებმაც დღეს მოაწერეს ხელი კონვენციას, რომლის საფუძველზეც იგეგმება, რომ შეიქმნება საერთაშორისო სარჩელების კომისია, რომლის მთავარი მიზანიც თავის მხრივ იქნება უკრაინისთვის ომში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით მუშაობა და დღის მონაცემებით 35 სახელმწიფოს წარმომადგენელმა მოაწერა ხელი ამ კონვენციას და მათ შორის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი არის სწორედ საქართველო. მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა ხელი დღეს ამ კონვენციას. ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგა ამ უსამართლო ომის შედეგად. საქართველო როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას. საქართველოს ყველაზე კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებაში, ის კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს. საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხრივ ურყევს საერთაშორისო ძალისხმევას. საქართველოს სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის სამართლებრივ უფლებებს. დღეს ევროსაბჭოს, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ჰააგაში მსჯელობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე მას შემდგომ, რაც დასრულდება ომის ზიანის ანაზღაურება უკრაინისათვის. სწორედ აქეთკენ იყო მიმართული და აქეთკენ არის მიმართული ლიდერების მიერ გადადგმული ნაბიჯი, კონვენციის ხელმოწერა და კომისიის შექმნის და ანონსება საერთაშორისო სარჩელების მიმართულებით. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს
კონფერენციაზე მყოფ პოლიტიკურ ლიდერებს სიტყვით მიმართა ეს ერთის მხრივ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც ასევე არის ორგანიზატორი ზოგადად აი ამ პროცესის და ასევე სტუმრებს შორის იყო სწორედ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლისგანაც მოისმინეს გზავნილები პოლიტიკურმა ლიდერებმაც, თავის მხრივ ზელენსკიმაც მოისმინა ის პოზიციები, თუ რა პოზიციებიც აქვთ კონკრეტულად ქვეყნებს უკრაინასთან მიმართებაში და თუ როგორ გეგმავენ და როგორ ფიქრობენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უკრაინის დახმარების მიმართულებით. როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც დღეს იხსნება ხელმოსაწერად, ეს არის სამართლიანობა. ეს არის სამართლიანობა ბავშვებისთვის, რომლებიც წაიყვანეს და დეპორტირებულები იყვნენ. ბატონო პრეზიდენტო, სტრასბურგში ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში თქვენ თქვით, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ევროპის საბჭომ არ დაკარგა დრო. ჩვენ შევქმნით უკრაინისათვის ზიანის ანაზღაურების რეესტრი 2023 წელს. 44 სახელმწიფო და ევროპული კავშირი შეუერთდა მას. Წარდგენილია 85,000-ზე მეტი საჩივარი და მათი რაოდენობა იზრდება. ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე სწრაფი და ყველაზე რეალისტური გზა, რომელიც მიდის საჩივრების კომისიისკენ. ეს არის უნიკალური საერთაშორისო დამოუკიდებელი ინსტრუმენტი, რომელიც ცენტრალური უნდა იყოს რეპარაციების საკითხის განხილვისას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მინდა მადლობა უთხრა თქვენს ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის წლებში თქვენი ქვეყნები ჩვენს გვერდით დგანან. მადლობა თქვენს ხალხს, ჩვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი უფლებისთვის. დავიცვათ თავი ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, რომელიც თავს იცავს გარე აგრესიისგან. რუსეთზე ყველაზე წოლა უნდა შენარჩუნდეს იქამდე, ვიდრე ის განაგრძობს ჩვენი მიწის ოკუპაციას. თითოეულ რუსულ სამხედრო დანაშაულს უნდა მოჰყვეს შედეგები მათთვის, ვინც ეს ჩაიდინა. ვიმედოვნებთ, რომ ტრიბუნალი რუსული აგრესიის მიმართ იმუშავებს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მშვიდობა სურს ევროპაში. ამის იმედი გვაქვს. კომპენსაციის თითოეული მექანიზმი, ზიანის რეგისტრაციიდან და ზარალის კომპენსაციიდან ფაქტობრივ ანაზღაურებამდე დაიწყებს მუშაობას და ძლიერ და საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, რომ ხალხმა რეალურად იგრძნოს, რომ ომით მიყენებული ნებისმიერი ზიანი შეიძლება იყოს კომპენსირებული. თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება. ასე აფასებს თავად საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს ერთის მხრივ კონფერენციაში მონაწილეობის პროცესს და მეორეს მხრივ უკვე ხელმოწერას კონვენციისა. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის მსგავს საერთაშორისო ფორუმებზე, საერთაშორისო კონფერენციებზე ჩანს კიდევ ერთხელ თუ რეალურად სადგას საქართველოს რა ნაბიჯებს დგამს მათ შორის უკრაინის დახმარების მიმართულებით და გარდა ამისა მსგავსი ტიპის კონფერენციები არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს საქართველოს პოზიცია, საქართველოს წარსული გამოცდილება მათ შორის ამ მიმართულებით და მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ეს არის პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იყოს და საუბარი შეეხოს სწორედ იმ მიმართულებას, რომ საქართველოს აქვს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიების ნაწილი აქვს სწორედ რუსეთს ოკუპირებული და სწორედ ამ მიმართულებით როგორც უკვე მოვისმინეთ, გაამახვილა კიდეც ყურადღება მაკა ბოჭორიშვილმა საკუთარ გამოსვლაში. თანმიმდევრულად ვაგრძელებთ იმ მხარდაჭერის პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი ხანია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენთვის დღეს აქ ყოფნა, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალზე, საერთაშორისო ნორმებზე, ეს კიდევ ერთხელ არის ჩვენთვის პლატფორმა, სადაც ჩვენი პრობლემის შესახებ უნდა შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენი გამოწვევის შესახებ უნდა ვისაუბროთ, საქართველოს სამართლებრივი გზებით ეძებს სამართალს, საქართველოს სამართლებრივი გზებით ცდილობს დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომელთა უფლებებიც დარღვეულია ოკუპაციის შედეგად და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ ჩვენ მომხრეები ვართ მშვიდობიანი გადაჭრის კონფლიქტების, ჩვენ მომხრეები ვართ იმ ძალისხმევის, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ და სწორედ ამისთვის იქნა ჩვენს მიერ გამოყენებული ეს პლატფორმა კიდევ ერთხელ. ყველა მექანიზმი, რაც შემუშავებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, უნდა იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სამსახურში.
როგორც უკვე გითხარით, დღეის მდგომარეობით ევროსაბჭოს ორგანიზებით შემუშავებულ კონვენციას ხელი მოაწერა უკვე 35-მა სახელმწიფომ, მათ შორის ერთ-ერთი პირველი არის სწორედ საქართველო და ეს არის გამოხატულება საქართველოს მხრიდან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, მორიგი მხარდაჭერისა უკრაინის მიმართ, ასევე ითქვა, რომ როგორც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ევროსაბჭო მზად არის მიიღოს სხვა ქვეყნები და ვისაც ექნება სურვილი, რომელ ქვეყანასაც ექნება სურვილი, რომ მსგავსი ხელმოწერით დაადასტუროს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა, ექნება შესაძლებლობა ქვეყნებს რომ შეუერთდნენ ამ კონვენციას, თავად ამ კონვენციის მიზანი კი არის საერთაშორისო სარჩელების კომისიის შექმნა, რაც როგორც ლიდერები ამბობენ, იქნება ერთგვარი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ მას შემდეგ რაც ომი დასრულდება და დაიწყება საუბარი ზიანის ანაზღაურებაზე, კომისიას ექნება კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის სარჩელების მიმართულებით გადადგმული. თამუნა ციკლაური საუბრობდა ჰააგიდან.